ჩვენ თუ რამე გვაკლია პარტიაში არის ესეთი ემოციური ასე ვთქვათ კომუნიკაცია. მე სულ ამას ვამბობ, რომ აი ყველაზე ძლიერები ამ ემოციურ კომუნიკაციაზე არიან ქალები. უბრალოდ აი წამოვიდგინეთ, რომ ქალი ბევრად უფრო ეფექტიანად ასხივებს სიყვარულს. ბევრად უფრო ეფექტიანად შეუძლია ადამიანების შერიგება თუ ემოციის ასე ვთქვათ დაჭერა, თუნდაც ემპათია. ვიდრე კაცებს ნეგატიური კომუნიკაცია ხშირად აფუჭებს საქმეს. პრობლემა არის აი ასეთი ურთიერთობების ზოგადად პოლიტიკაში კაცების დომინირება იმიტომაც არის, რომ ზოგადად ასეთი უხეში და ურთიერთ რაღაც ლანძღვის თუ ჩხუბის თუ ასეთი რაღაც ისეთი მიდრეკილება აქვს ამას თქვა. ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ ქალები გადაწყვეტენ პოლიტიკაში აქტიურები იყვნენ და როგორც ქალები ისე მოიქცევიან და გვაჯობებენ. და ქალები გვეყოლება ლიდერები, თორე ოღონდ ეს გიჟი და ვიღაც კაცრობაზე ესეთი ქალი კი არ ჭირდება. ჩხუბის და იმის უნარი ჩვენს გაგვაშნია. მაგრამ აი თუ ქალები გამოჩნდებით, შეუძლიათ ამორჩილოს ემოციურად ელაპარაკონ, სიყვარულით ელაპარაკონ. მე მგონი ძალიან მოუხდებოდა ჩემ პარტიას. ყოველთვის ყველა მიცის რომ მე მინდა რომ ჩვენი პარტია იყოს ქალების პარტია. რომ გამოჩნდეთ ქალებო, სიამოვნით დაგითმოთ ხოლმე სამშაბათ დილას დროს რომ თქვენ ჩემს ნაცვლად უფრო მეტი ემპათიით ელაპარაკოთ ხალხს.